პუტინი დასავლეთთან კავშირებს ეძებს. რუსეთის დიქტატორი ჯერ ამერიკელ და ახლა უკვე რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ომის დაწყება არ უნდოდა და მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ დასავლეთი კრემლის ლიდერს არ პასუხობს. ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მთავარ მოკავშირედ რჩება. პოლიტიკურ დღის წესრიგში კი კიდევ უფრო მყარდება აზრი, რომ 2008 წელს დაშვებული შეცდომის განმეორება და რუსული აგრესიის მსხვერპლის მიტოვება არ შეიძლება. საყოველთაო მოლოდინით მიუნხენის კონფერენცია, რომელიც ხვალ იწყება დასავლეთის ამ პოლიტიკური მიდგომის კიდევ ერთი მტკიცებულება გახდება. უფრო კონკრეტულად რას ითხოვს ვლადიმერ პუტინი, როგორია მისი გზავნილები და რა პასუხი გასცა კრემლს დასავლეთმა, ნათია გოგსაძე გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დიახ, პუტინს სურს ომის შეჩერება მხოლოდ თავისი პირობებით. ტერორისტის სახელმწიფოს ლიდერი უკვე რამდენიმე დღეა სწორედ ამ ტიპის გზავნილებს აჟღერებს დასავლეთის მიმართ, ისევე როგორც რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუსთვის, როგორც ეს იყო მაგალითად პაվել ზარუბინთან, 23 წუთის განმავლობაში ის ლაპარაკობდა თავის პროპაგანდისტულ გზავნილებზე და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ყველაფერში დამნაშავე არის დასავლეთი და რომ ეს ომი მას სრულად არ უნდა და უბრალოდ მას არ მოსწონს ნატოს გაფართოება და ახლა ის ომის შეჩერებას ცდილობს, თუმცა პუტინი ყველას რჩება შთაბეჭდილება, ისევე როგორც ამ ინტერვიუს დროს, ასევე ტაკერ კარლსონთან 2 საათზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საუბრისას, რომ მას ჰქონდა კონკრეტული გზავნილები დასავლეთის მიმართ, რომ დაელაპარაკონ ტერორისტის სახელმწიფოს ლიდერს, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს ორდერი მის დაპატიმრებაზე და რომ მასთან ლაპარაკი შეიძლება, თუმცა მხოლოდ იმ პირობებით, რომელიც მას ექნება. რა თქმა უნდა, პუტინი ამას არ აკონკრეტებს ახლა არც ტაკერთან ინტერვიუში და არც პაվել ზარუბინთან, თუმცა ფაქტია, რომ ის ლაპარაკობს დნრ-ზე და ლნრ-ზე, ასევე ყირიმზე, ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკებზე და სავარაუდოდ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებას სურს, მაგრამ ამ ეტაპზე პუტინის ამ გზავნილებს მხოლოდ იგნორით ხვდება დასავლეთი. რუსეთის ტერორისტი ლიდერი კი, რომელსაც გაჩაღებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია, ცდილობს, რომ გამოასხივოს სიძლიერე. ეს ინტერვიუც მან რუს ჟურნალისტთან ჩაწერა როსატომის შენობაში და ცდილობდა იმის გამოვლინებას, რომ ის მზად არის ილაპარაკოს ყველასთან იმავე პირობებით და იმავე სასტარტო მდგომარეობით, რომელიც მას ომამდე ჰქონდა. თუმცა ეს არავის არ სჯერა. დღეს პუტინისთვის არც ერთ დასავლელი ლიდერს ასე პირდაპირ არ უპასუხია, არც უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას. გულისხმობ, ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ ოლექსი გონჩარენკოსთან, რომელიც ამბობს, რომ პუტინის არავის არ უნდა სჯეროდეს, რომ ის ომის შეჩერებას ცდილობს, მას მშვიდობა არ უნდა, რომ მას სურს ქაოსი და ახლა ცდილობს, რომ პატარა ტაიმაუტი აიღოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ახალი ძალით თავს დაესხას უკრაინას, საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მის წესრიგს არღვევს, რაც შეეხება კარლსონთან ინტერვიუს, ის თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული გზავნილებით იყო გაჟღენთილი დასავლეთის მიმართ, ის ვაჭრობას ცდილობს, მაგრამ ძნელად წარმოუდგენია ყველას, რომ ვინმე ახლა მასთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ჩაებას. რუსეთს მუდმივად კვებავდნენ აღმოსავლეთით ნატოს არ გაფართოების დაპირებებით, მაგრამ ატყუებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღესაც გვაშფოთებს ნატოში უკრაინის ჩათრევის შესაძლებლობა, სამხედრო ოპერაციის დაწყების უშუალო გამომწვევ ფაქტორად იქცა მინსკის შეთანხმებებზე უკრაინის ხელისუფლების უარი. ჩვენ ომი არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ იმ ომის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინა აწარმოებს დონბასში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ აქტიური ქმედებები უფრო ადრე არ დავიწყეთ. არა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ომის დასრულება სურს. ეს არის ტყუილი და ტიპიური რუსული სტილის საუბარი, რომ ომი არის მშვიდობა, დღე არის ღამე, კარგი არის ცუდი და ასე შემდეგ. ეს არის გებელსის სტილის პროპაგანდა. პუტინი იტყუება ისე, როგორც 2 წლის წინ იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ არ აპირებდა ომის დაწყებას და უბრალოდ სამხედრო წვრთნებს ატარებდა. 10 წლის წინ ის ამბობდა, რომ არ აპირებდა ყირიმზე თავდასხმას და არ იცოდა, ვინ იყვნენ ის ჯარისკაცები ყირიმში. ის ყოველთვის იტყუებოდა და ახლაც იტყუება. ცდილობს გვაჩვენოს, რომ სურს მშვიდობა. სინამდვილეში მას სურს უკრაინის აღება, საქართველოს აღება, სხვა ქვეყნების აღება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან უბრალოდ იყო მცდელობა, რომ მიემართა ამერიკელი ხალხისთვის, რათა დაებნია ისინი და დაემალა თავისი ნამდვილი განზრახვები. ეს იყო საინფორმაციო შეტევა, პროპაგანდისტული ომის ნაწილი, ჰიბრიდული ომი.
და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე უსამართლო პროპაგანდისტული ჰიბრიდული და კონვენციური ომი ეს იქნება მთავარი თემა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მიემგზავრება ოლექსი გონჩარენკოც და მიუნხენში მთავარი სტუმარი იქნება ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელიც იწყებს თავის ევროპულ ტურნეს და პარასკევს ხვალის პირველ რიგში ჩავა პარიზში. შეხვდება ემანუელ მაკრონს და ასევე ექნება მოლაპარაკება ოლაფ შოლცთან, გერმანიის კანცლერთან. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთში გააფორმებს უსაფრთხოების საკითხებში რამდენიმე კონკრეტულ შეთანხმებას უკრაინასა და საფრანგეთს შორის ალბათ იქნება მსგავსი ტიპის დოკუმენტი გერმანიასთანაც, თუმცა მოკავშირეები და ყველა ერთად თანხმდება იმაზე, რომ ამ პროცესში უკრაინის დასახმარებლად გადამწყვეტი იქნება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 60 მილიარდიანი დახმარება, რომელსაც უნდა დაუჭიროს მხარი კონგრესმა და დასავლეთით უკვე ერთიანი არ იქნება. დევიდ კამერონი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ისევე როგორც 2008 წელს ვერ მოიგო დასავლეთმა, როდესაც ადეკვატური არ იყო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს, ახლაც ეს მხოლოდ წაახალისებს პუტინს. დევიდ კამერონი პოლონეთში იმყოფება და მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მიღებამდე ისიც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. არ მინდა გამოვავლინოთ ის სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 30-იან წლებში. არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს პუტინის მიმართ გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა. ან ვაჩვენოთ ორჭოფობა, რომელიც 2014 წელს გამოვავლინეთ, როდესაც მან აიღო ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი და შემდეგ დაბრუნდა 2022 წელს, რაც გაცილებით ძვირი დაგვიჯდა მისი აგრესიის გამო. ერთ მხარეს არის პუტინი, რომელიც იმედოვნებს, რომ გააფართოებს თავის იმპერიას. მას ჯერა რომ ჩვენ სუსტები ვართ. მეორე მხარეს კი ვდგავართ ჩვენ ჩვენ გვაქვს რესურსი, ეკონომიკური ძალა, გამოცდილება. ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე 25-ჯერ აღემატება რუსეთისას. ამ განცხადების პარალელურად, როგორც უკვე გითხარით, დევიდ კამერონს ჰქონდა ერთობლივი პრესკონფერენცია რადოსლავ სიკორსკისთან, რომლის დიდი ნაწილიც დაეთმო მიმართვას ამერიკის შეერთებული შტატებისადმი. კერძოდ ბატონი სიკორსკიც და თავად დევიდ კამერონიც მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, განსაკუთრებით კი კონგრესის სპიკერს მაიკ ჯონსონს და რესპუბლიკელებს, რომ მათ აუცილებლად გამოყოფილი დახმარება, რომელიც არის უკრაინისადმი, უნდა დროულად მიაწოდონ ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვიყურებს ჩინეთი, ჩვენ გვიყურებენ აღმოსავლეთის ქვეყნები და ყველას აინტერესებს ამერიკის როლი ამ პროცესში, ამბობს დევიდ მილიბენდი და აქვე აცხადებს, რომ ის ლექციას არ უკითხავს შეერთებულ შტატებს და არც კონგრესმენებს, არც რესპუბლიკელებს, მაგრამ მიაჩნია, რომ საერთო გეგმა დასავლეთის აუცილებლად უნდა იყოს კონსოლიდირებული და შეერთებულმა შტატებმა ამ პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს. დევიდ კამერონის ძალიან დიპლომატიური, მაგრამ ღია მიმართვის შემდეგ მან კრიტიკა დაიმსახურა ტრამპის მომხრეებისგან. კონკრეტულად კონგრესვუმენი მარჯორი ტეილორი ამბობს, რომ ძალიან უხეშად და უხამსად გამოეხმაურა დევიდ კამერონის ამ მიმართვას და რჩევას და პირდაპირ უთხრა მას, რომ კამერონს ურჩევნია საკუთარ საქმეებს მიხედოს, გაცილებით უფრო უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ ეს მიმართვა, რომელიც BBC-მ მარჯორი ტეილორთან ჩაწერა. დევიდ კამერონს უნდა აწუხებდეს საკუთარი ქვეყანა და გულწრფელად რომ ვთქვათ, მას შეუძლია ტრამპს ემაკოცოს. ძალიან უხეში გამოხმაურება იყო, როგორც ნახეთ ტრამპისტების მხრიდან, თუმცა ტრამპის ლექსიკიდან გამომდინარე, მაინც და მაინც მოულოდნელი მისი მხარდამჭერების ამ ტიპის შეფასებები ალბათ არ უნდა იყოს, თუმცა შეერთებული შტატების როლი ამ პროცესში იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მათ შორის რესპუბლიკელების გადაწყვეტილებებიც და შეერთებული შტატებიდან მიუნხენის კონფერენციაში ჩაერთვება კამალა ჰარისი, ვიცე-პრემიერი, მასთან ექნება შეხვედრა ვოლოდიმერ ზელენსკის და მთელი ეს რამდენიმე დღე შაბათი და კვირა, როგორც ყველასთვის კარგად ცნობილი მიუნხენის კონფერენცია უქმეებზე იმართება ხოლმე და ეთმობა მთავარ საკითხს უკრაინას და ვნახოთ რამდენად მიიღებს ვოლოდიმერ ზელენსკი ამჯერად გარანტიებს, რომ შეერთებული შტატების პოზიცია ყოველ შემთხვევაში კონგრესის ქვედა პალატის პოზიცია შეიცვლება და მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით რესპუბლიკელები დაამტკიცებენ და კენჭს უყრიან უკრაინისთვის ასეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას.